მათ უთხარი სიკვდილს კი ბრძენიც და რეგვენიც ალლაჰის სამჟავოს წინაშე წარდგება მან ყველა თქვენი რამოქმედარი იცის. დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავინ ვერ აარიდებს თავს. ეს რეალობა ერთ დღესაც თქვენ და თქვენ ახლობლებსაც შეგეხებათ. მაგრამ არავინ იცის ეს როდის მოხდება. ახლა, რამდენიმე წუთის, საათის, დღის თუ წლის შემდეგ. დიახ, ჩვენ სიკვდილზე ვსაუბრობთ. ძალაუფლებას, სოციალურ სტატუსს, მატერიალურ მდგომარეობას და განათლებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან გარდაიცვლება. ფარაონები, ნემრუთები, აბუჯაჰილები, რომლებსაც თავი უკვდავი ეგონათ, ამ რეალობის პირისპირ აღმოჩნდნენ. ფანჯრიდან გარეთ გაიხედეთ, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები 100 წლის შემდეგ ცოცხლები აღარ იქნებიან. საინტერესოა, რატომ არ უნდა ადამიანს იფიქროს სიკვდილის შესახებ, რომელიც მასთან ასე ახლოა, ან და რატომ არ ემზადება იმ ქვეყნიური ცხოვრებისათვის. ამ ფილმში შევეცდებით, რომ სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ცხოვრება წმინდა ყურანის მიხედვით განვიხილოთ და გადმოგცეთ. ალლაჰმა თქვენ შეგქმნათ, შემდეგ სიცოცხლეს გართმევთ. ზოგიერთ თქვენგანს კი რაც კი ცოდნა შეუძლია ართმევს და ცხოვრების დასასრულისკენ მიჰყავს. სიმართლე ერთია. ალლაჰი ყველაფერს მცოდნია, ის ყოვლის შემძლია. სიბერე ადამიანის ცხოვრების ის ეტაპია, რაზედაც ფიქს, როგორც წესი, ყველა ერიდება და იგი ადამიანის ცხოვრებისეულ გეგმებში არასოდეს არ აისახება. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ არ გაიხსენონ ცხოვრების გარდაუვალი პერიოდი, რომელსაც ფიზიკური ტკივილებით განლებენ. როცა ამ თემაზე იწყება საუბარი, მათ შიში და შფოთვა ეუფლებათ. თუმცა მალევე ყველაფერი ავიწყდება და ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობენ. არ სურთ თავს გამოუყვნენ, რომ ოდესმე დაბერდებიან, რადგან ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ ქვეყნად მათი არსებობა სამუდამო არ იქნება. ამიტომაც არასოდეს ფიქრობენ იმ წუთებზე, რაც ადრე თუ გვიან მაინც რეალობად იქცევა. ისინი ვარაუდობენ, რომ წინ დიდი ხნის სიცოცხლე უდევთ და რომ სიბერე და სიკვდილი ჯერ კიდევ ადრეა. თუმცა ეს ადამიანები მწარედ ცდებიან, რადგან ზრდასრული ადამიანი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, განვლილ ცხოვრებას თუ გადახედავს, თვალწინ მოგონებები დაუდგება. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში თავს გადახდენილი კარგი თუ ცუდი ამბები, სიხარული მღელვარება, მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მისწრაფებები, მიზნები, რომელთა მიღწევას წლები დასჭირდა, ახლა წამის ერთ გაელვებად მოეჩვენება. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი ცხოვრების ისტორია რამდენიმე საათში შეიძლება ჩავტიოთ. აიაში ნათლადაა მითითებული მიწიერი ცხოვრების წარმავალობა და ის სიბრძნე, რითაც ადამიანი სიბერის ჟამს უნდა მიუახლოვდეს. ჰეი ხალხო, ვინც კი ეჭვობთ მკვდრეთით აღდგომას, ნუ დაივიწყებთ, რომ მე შექმნით ტალახისგან და წყლის წვეთისაგან, ლეკერტისა და ხორცის ნაჭრისაგან, ჩამოუყალიბებლის თუ ჩამოყალიბებულისაგან, რომ ცხადად მეჩვენებინა თქვენთვის ჩემი ყოვლის შემძლეობა და საშოებში დავამაგრებ, რასაც ვინებებ, განსაზღვრული ვადით, შემდეგ გშობთ ბავშვად და მიაღწევთ სულწლოვანებას. ზოგი კვდება სიყმაწვილისას, ზოგი მიაღწევს უხუცესობას, რომ ვერ გაიგოს ცოდნის წადილი. ბროს დედამიწა გაუდაბნოვდეს, მეგარდმოვავლენ ზეციდან ცვარნამს, ის შეშოვდება, გაფუვდება და წიაღიდან საამოდ ყვავილებს აღმოაწერებს. ყოველი სული იგებებს სიკვდილს და მერე ყველა მოგვიახლება. ხვდებით, რომ ყოველი ახალი დღე სიკვდილთან გაახლოვებთ. იცით, რომ სიკვდილი თქვენთან ისევე ახლოა, როგორც სხვებთან, ან კიდევ უფრო ახლოს. დედამიწის ზურგზე ჩვენამდე მცხოვრებ, თქვენს გვერდით მაცხოვრებელ და მომავალში დაბადებულ ყველა ადამიანს გარდაუვალი სიკვდილი ელის. მიუხედავად ამ ფაქტის უტყუარობისა, ადამიანებს სიცოცხლის დასასრული მაინც შორეული რეალობა გონიათ. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთმა სულ ახლა ხანს აახილა თვალი და მეორე, რომელმაც უკანასკნელად ამოისუნთქა.
არც ჩვილის ხელთაა დაბადება და არც გარდაცვლილის ნებაა სიკვდილი. ეს ძალა მხოლოდ დიდ ალლაჰს შესწევს. როცა უნდა ადამიანს სულს შთაბერავს და როცა უნდა სიცოცხლეს ართმევს. ყველა ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობს, შემდეგ კი კვდება. წმინდა ყურანში ეს რეალობა ასეა გადმოცემული. და ჭეშმარიტად შემოგხვდებათ სიკვდილი, რასაც გაურბიხართ და დაგაბრუნებთ ის ცოდნესთან ცხადისა და დაფარულისა და ის გაცნობებთ, რასაც იკბდით. არც ერთ ადამიანს არ უნდა სიკვდილზე ფიქრი. ამასთან ერთად დღიური პრობლემები ადამიანის გონებას ერთიანად იკავებს. ადამიანისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომელ სკოლაში ისწავლის, სად იმუშავებს, რას ჩაიცვამს და რას შეჭამს. რადგან ფიქრობს, რომ ცხოვრება სწორედ ამისგან შედგება. თვლის, რომ არ დაბერდება და კიდევ 50-60 წელი მაინც იცხოვრებს. არ უნდა, რომ ახალგაზრდობაში ასეთ პესიმისტურ საკითხებზე იფიქროს. თუმცა იმის გარანტია არ არსებობს, რომ ერთი წამის შემდეგ ცოცხალი იქნება. ყოველდღიურად გაზეთებით და სატელევიზიო გადაცემებით უამრავი ნეკროლოგი და გარდაცვალების ფაქტები ქვეყნდება. ახლობლების გარდაცვალების მოწმე ხდება, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ერთ დღესაც ასეთი ბოლოელის და სხვებიც მისი სიკვდილის შემსწრენი გახდებიან. სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ადამიანს მთელი ცხოვრება თავზე ენგრევა. თქვენგან აღარაფერი რჩება. თვალს ვერ ახამხამებთ, ვერ მოძრაობთ, ვერ იცინით, ვეღარ საუბრობთ. ერთი სიტყვით მთელი სასიცოცხლო ფუნქციები გეკარგებათ. შემდეგ კი თქვენს თვალწინ წარმოდგება სიკვდილის შემდგომი თქვენი მდგომარეობა. უმოძრაოდ წევხართ და თქვენს ირგვლივ მომხდარს ვერაფერს ხედავთ. თქვენს სხეულს სხვა ადამიანები აწევენ. ერთი ხორცის ნაჭერის გარდა სხვა არაფერი იქნება. სანამ კუბოს ჩასასვენებლად თქვენი საფლავი გაითხრებოდეს, წესს აგიგებენ, თეთრ სუდარაში გაგახვევენ, ხის კუბოში ჩაგასვენებენ, წესს აგიგებენ და სასაფლაოზე წაგასვენებენ. თქვენ საფლავზე ქვა დაიდება, სადაც თქვენი სახელი, გვარი და დაბადების, გარდაცვალების წლები ამოიტვიფრება. სუდარაში გახვეულ თქვენთვის გათხრილ საფლავში ჩაგასვენებენ. ზემოდან ხის ფიცარს და შემდეგ კი მიწას მიგაყრიან. მალე მიწა მთლიანად დაგფარავთ და ყველაფერი დასრულდება. თავიდან სასაფლაოზე ხშირად ივლიან ჭირისუფლები. მერე წელიწადში ერთხელ. შემდეგ კი აღარასოდეს. თანაც საფლავზე მომსვლელებს ვერ დაინახავთ. დაცარიელდება ოთახი და ლოგინი, რომელსაც წლების მანძილზე იყენებდით. დასაფლავებიდან გარკვეული დროის შემდეგ თქვენს კუთვნილ ნივთებს სხვა ადამიანებს დაურიგებენ და სახლიდან გაიტანებთ. თქვენი ახლობლები სამოქალაქო რეგისტრაციის განყოფილებას მიმართავენ და მოითხოვენ თქვენი სარეგისტრაციო ჩანაწერები სამუდამოდ ამოიშალოს. თავიდან შეიძლება ვინმეს გაახსენდეთ კიდეც. რამდენიმე ადამიანი ცრემლსაც გადმოაგდებს. მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და მის დინებასთან ერთად თქვენი სახელით დავიწყებას მიეცემა. რამდენიმე ათლეულის შემდეგ კი დედამიწაზე, სადაც ცხოვრება გალიეთ, მომგონებელიც არავინ დარჩება. რადგან ნელ-ნელა თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლებიც სიკვდილის მსხვერპლნი გახდებიან და გახსენებას ან დავიწყებას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. განვლილ ცხოვრებაში წამიერი დაბრუნების შანსიც არ გექნებათ. ვერც ოჯახს შეხვდებით, ვერც ახლობლებს, ვერ გაერთობით და ვერც ყველაზე მაღალ თანამდებობას დაიკავებთ. მალე სხეული გაიხსნება და მიწად იქცევა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ძალიან მალე სიკვდილი ისევ დაგავიწყდებათ. იფიქრებთ, რომ გასაკეთებელი, დასამთავრებელი უამრავი საქმე დაგჭათ და რომ სიკვდილი ჯერ ადრეა. ეს მხოლოდ რეალობიდან თავის დაღწევის მცდელობაა. ალლაჰი კი ამბობს, რომ ეს სიკეთეს არ მოგიტანს. თუ სიკვდილი დაგავიწყდათ და მასზე ფიქრი არ გსურთ, ეს თქვენ სიკეთეს არ მოგიტანთ. იცოდეთ, ქონებითა და სიმდიდრით დიდხანს ვერ გაიხარებთ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანას შიშველი მოევლინა და ამ ქვეყნიდან ასევე წავა. თუმცა დაბადებასთან ერთად მაშინვე მისთვის ბოძებულ შესაძლებლობებს უგუნურად იყენებს და ხარბად ეპატრონება.
მომხვეჭელობა მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცევა. მაგრამ სიკვდილის შემდეგ ქონება და სიმდიდრე თან არავის წაუღია. სხეული მიწის სიღრმეში თეთრ სუდარაში იმარხება. ადამიანი ამ წუთის სოფელს შიშველი ევლინება და შიშველი მიდის. ერთადერთი, რაც მას სამუდამო სასუფეველში მიაქვს, დიდი ალაჰის რწმენა ან ურწმუნოებაა. და გვეწევა განსაცდელი წარღონა მეორედ მოსვლა უკიდურესი და გაიხსენებს ყველა თავის ნამოღვაწეს. დროის სვლასთან ერთად განკითხვის დღესაც ნელ-ნელა უახლოვდებით. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ აპოკალიფსი მათ არ შეეხება და შორეულ თაობებს დაატყრება თავს. აქ უნდა შეგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ალბათ ჩვენი წინამორბედი თაობებიც იგივეს ფიქრობდნენ და შორეულ მომავალში მოსახდენზე ზრუნვას თავს არიდებდნენ. ყველა ვინც კი ქვეყანას პირველი ადამიანის, ადამის შემდეგ მოევლინა, აპოკალიფსის მოწმე გახდება. ალაჰის წინაშე ცოდვები მოეკითხება და ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას თავს ვერ დააღწევს. ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომ აპოკალიფსი არ მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობთ და სამომავლო გეგმებს სახავთ. მაგრამ აპოკალიფსის დრო მხოლოდ ალაჰმა უძღვის. როგორც ეს წმინდა ყურანშია ნათქვამი, აპოკალიფსის დღეს ადამიანები ალაჰისთვის აღდგებიან. იმ დღეს ყველა ცოცხალი არსება და მთლიანად სამყარო განადგურდება. განადგურდება აქამდე ყველასთვის დაფარული მიზეზების გამო. ის დღე ადამიანების, ცხოველების, ყველა ცოცხალი არსების, ერთი სიტყვით, სამყაროს განადგურების დღეა. იმ დღეს ალაჰი თავის ძალას ცხადად გამოავლენს და ადამიანები ჭეშმარიტებას შეიცნობენ. ურწმუნოებისათვის ის დღე შიშით, სიმწარით და იმედგაცრუებით იქნება სავსე. ისინი შეიგრძნობენ ისეთ შიშს, დამცირებას და სინანულს, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განუცდიათ. ყურანის აიები აპოკალიფსის დღეს სხვადასხვაგვარი დეტალურობით აღწერენ. და მათ ვაცნობთ, რათა გაიგონ, რომ ჭეშმარიტი არის აღთქმა ალაჰის. ალაჰის აღთქმა აქ ნიშნავს ალაჰის მიერ დაპირებული განკითხვის საათის დადგომას, მიწიერი ცხოვრების დასრულებას და სამუდამო სასუფეველის დასაწყისს. ყველა ვინც გარდაუვალი განკითხვის დღის მოლოდინით ცხოვრობდა და ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, რეალობის წინაშე პირისპირ აღმოჩნდება. ეს ხმა სულ არ გავს იმ ხმებს, რაც ოდესმე მოусმენია. სწორედ ეს ხმა იქნება ადამიანებისათვის მათთვის მიცემული ვადის ამოწურვის მანძილი. ეს ხმა იქნება ღვთის გმობელთათვის უსასრულო წამების დასაწყისი, ტანჯვით, უიმედობით, შიშით, იმედგაცრუებით სავსე დღის დადგომის მაუწყებელი. და იმ დღეს მიწა საშინელი ძალით შეზანზარდება და გადაიყრის დედამიწა თავის სიმძიმედ და იტყვის კაცი, რა შეემთხვა ჩვენს დედამიწას და უპასუხებს მიწა იმას, რაც უფალმა გზეს დააბონა. განკითხვის დღეს ყველა ცოცხალ არსებას